46 კაფსულა პრეგაბალინიკის ერზე შემოიხია 979 აბი დაფასოვებული MDMA-ის ნაწილი კი გადაყლაპა და სხეული ცდილობდა თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას, თუმცა თურქეთის მოქალაქე 44 წლის მამაკაცი მებაჟეებმა საეჭვოდ მიიჩნიეს. ხელბარგის ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცავებმა ჯემ ქუჩუქ-ფიდარჯის ფიზიკური დათვალიერებაც გადაწყვიტეს და სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ფსიქოტროპული და კლუბური ნარკოტიკები. გამოძიება ერთდროულად სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთა ელის. 979 აბ MDMA-ის სხეულში მალავდა 47 კაფსულა პრეგაბალინიკი წებოვანი ლენტით ყელზე ქონდა შემოხვეული. ამ მეთოდით შემოქონდა თურქეთის მოქალაქეს საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. საზღვრის გადმოკვეთისთანავე 44 წლის ჯემ ქუჩუქ-ფიდარჯ სამართალდამცველებმა ხელბურკილები დაადეს. დაკავების ღონისძიება სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ჩატარდა. კურიერის ინფორმაციით 44 წლის მამაკაცი საზღვარზე ფეხით მივიდა, თან ჰქონდა მცირე ზომის ჩანთა. თურქეთის მოქალაქე მებაჟე ოფიცრებმა გადაამოწმეს. გაირკვა, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილებში მას ნარკოტიკი ჰქონდა დამალული. დანაშაულის ფაქტზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. 979 აბი MDMA და 47 კაფსულა პრეგაბალინი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს და თურქეთის მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. სამართალდამცავ მოქალაქეს ორ შეფუთვად დაფასოვებული აკრძალული საშუალებები სხეულის სხვადასხვა ადგილას მალულად ჰქონდა განთავსებული. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიების დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებაც გაკეთდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. სამართალდამცავები მუშაობენ როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელების, ასევე საქართველოში შემოტანისა და გატანის ფაქტებზე. სამართალდამცავებმა სასაზღვრო პუნქტ სარფის ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის ერთი მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. პოლიციამ ბოლო პერიოდში არაერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები და დაკავებულია ასეულობით ნარკოდამნაშავა. თურქეთის მოქალაქეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. უცნობია აღიარებს თუ არა ის ბრალს. კურიერი მის ინტერესების დამცველს დაუკავშირდა, თუმცა ადვოკატმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.